დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახმეტის რაიონის სოფელ მატანში. ერთადერთ სოფელში, სადაც დღემდე აღინიშნება დღესასწაული, რომელიც რუსეთმა თავისი ავტორიტეტის დასამყარებლად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში აკრძალა და გააქრო. მატნელები დღეს ყეინობას აღნიშნავენ. დილას მეგანაშენი და ბერიკები ზარითა და საყვირით სოფელს ყეინობის დაწყებას აცნობდნენ. ირჩევდნენ ყეინსა და ამზადებდნენ სამოს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში თანატარებდნენ. ამ დღისთვის წინასწარ თლიდნენ ყავრისა და ლამპისაგან ხმლებს. სხვადასხვა ჭრელი მატერიით კი რთავდნენ მეფის ცხენსა და ყაენის ვირს. სულ მალე გამოჩნდებოდა ყაენიც თავისი ამალით, რომელსაც თვალსაჩინო ადგილას მოედანზე დასვამდნენ და იწყებოდა ზეიმი. ყეენს ხელში ქარქაშიდან ამოღებული ხმალი და შამფური ეკავა. მუხლებზე კი ეგრეთ წოდებულ მბრძანებელს ხარკის გადასახადი დავთარიედო. ყეენად ირჩევდნენ მეტყველს, ახალგაზრდა ღონიერ კაცს, რომელიც სიმკვირცხლითა და ხუმრობის უნარითაც უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ყეინობა ოდითგანვე იყო ომის იმიტირებული დღესასწაული და ალეგორია იმისა, რომ ქართველი არასდროს შეეგუება უცხო ქვეყნის მმართველობის ქვეშ ცხოვრებას. თუმცა უმეტესწილად ყეინობას სასოფლო-სამეურნეო დატვირთვაც ჰქონდა. სწორედ ამიტომ მზადდებოდა მაღალი მტრედისფერი დროშა, რომლის სიმაღლეც მიმდინარე წლის მოსავლის რაოდენობას განსაზღვრავდა. სოფლის ცენტრში იშლებოდა უზარმაზარი სუფრა. საჭირო ღვინოსა და პურმარილს ერთი ოჯახი იძლეოდა, რომელსაც შემდეგ მკაცში ან ხვნათესვაში ეხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის დაწყებიდან ყველაფერი ყეენის სასიამოვნოდ კეთდებოდა, არავის ავიწყდებოდა, რომ ის დამპყრობელს განასახიერებდა და ეს დღეც ქართველთა გამარჯვებით, ყაენის მტკვარში გადაგდებით სრულდებოდა. მე-19 საუკუნეში მჩაგვრელი ყეენი მჩაგვრელმა რუსეთის იმპერატორმა ჩაანაცვლა. სასტიკმა დამპყრობელმა ყეენობა აკრძალა, რადგან ჰქონდა ერთადერთი მიზანი, გაერუსებინა საქართველოს მოსახლეობა და წაეშალა ქართული კვალი. თუმცა დღეს ყეენობის ტრადიცია რუსულ იმპერიალიზმსა და ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევა. მატანი კახეთის ერთ-ერთი უძველესი და შეძლებული სოფელია. იგი რამდენიმე უბნად იყოფა. აქ დღემდე შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი 9 კარა. კომპლექსში შედის გალავანში მოქცეული რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობები. აღნიშნულ სოფელში ყაენობა, იგივე ყეინობა ბახტრიონის აჯანყებას და ყაენის დამარცხებასთანაც ასოცირდება. ადგილობრივთა ნაწილის თქმით, დღესასწაულის სათავესაც სწორედ მატანი წარმოადგენს. აი აქედან დაიწყო, აი ამ ციხე-გალავნებიდან დაიწყო ბახტრიონის ომი. ეს და რიგი ის, რომელიც ჩვენ ისევ ვიცავთ ჩვენ მატანში, მატანიდან დაწყებული მატანში ვიცავთ ამ ყველაფერს ეს და რიგს. აუცილებლად უნდა იჭიდაოს ყეინმა. მატანში დღესასწაული მდინარეში ჭიდაობით და ყაენის დამარცხებით სრულდება. ოდითგანვე არსებობდა რწმენა, რომ თუ სოფელი შეძლებდა ყაენისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას, მდინარეში წაქცევასა და მისი ქუდის წყლისთვის გატანებას, სოფლისთვის ეს წელი თავისუფალი, უგვალო, წარმატებული და გამარჯვებული იქნებოდა.